ნიჭიერის პირდაპირ ეთერში და მესამე ნახევარფინალური შოუ გრძელდება. დღეს კიდევ ორი ფინალისტი გამოვლინდება, ერთ თქვენ ტელემაყურებელი ერჩევთ, ხოლო მეორეს კი ნიჭიერის ჟიური. ამას გარდა ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახლებს, მის ვიდეოს კი თქვენ უკვე მისცემთ ხმა საქართველოს ბანკის გვერდზე Facebook-ში, რომ ისიც მოხვდეს ფინალში. და ეს წესები ჩვენმა მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად იცის, ამიტომ რაც შეიძლება მალე მივცეთ მათ საშუალება, რომ იხილონ თავიანთი ფავორიტები უკვე სცენაზე. ვის უბრალოდ ასაკეთებ? უცებ მითხარი. ვერთობი ხოლმე. როგორ ერთობი ხოლმე? მეგობრებთან ერთად დავდივარ ბარებში, კლუბებში, მწრუბავ ხოლმე ცოტა. აი, ამიტომ მიყვარს ნიჭიერი. შეწარმოიდგინო, შენმა საყვარელმა ბარმა აქ მოგაკითხა. აქ როგორ? როგორ და იწარმოიდგინო, ეხლა ეს დიდი დარბაზი იქნება ბარი და სცენაზე გამოვა ძალიან ნიჭიერი ბარმენი. მაშასე, ბარმენი სანდრო ცისკაძე. სანდრო ცისკაძე. ითი გაგვაოცებ. ჩვენ გავაკეთებთ ბარმენულ შოუს. შეიძლება? ანუ გეხოს კი? მე მაინტერესებს დარბაზი რასაო? სამი კი გავტარო. You bring light in, you bring light in. ბარმენობა არ არის მარტივი პროფესია, მაგრამ მე უკვე მიადვილდება ამ საქმის კეთება, რადგან მე უკვე ბევრი წელია მუშაობ. ნიჭიერს სხვა ამოცანის წინაშე დავდექი ჟიურისთვის და მაყურებლისთვის. უნდა მეჩვენებინა ჩემი შოუ, ნერვიულობდი ძალიან, ხარვეზები მქონდა, სამწუხაროდ გაჩნდა ცეცხლი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეხლა ნახევარფინალში ვარ. ბარმენი სანდრო ცისკაძე. დედა დაპატიჟია. ოხ, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ორი ვისკი რა. თუ შეიძლება. სანდრო ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივი შოუ იყო და რაღაცა ეჭვმაქრო კოქტეილები ძალიან გემრიელი უნდა იყოს. როგორია? ჟიურის ხوار ვკითხოთ? როგორია? გეგა? კაია, კაია. კაია? ამჯერად უკეთ. და ნომერი როგორი იყო? ნომერი. როგორ შეაფასე? უკვე გადავიდეთ შეფასებებზე? შეგვიძლია. კაი, მე ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ სანდროსთან. თმა შეიჭერი თუ შეგეტრუსა?
ერთ სიტყვი რა, სანდროს გადაყვანა იყო ყველაზე სარისკო თელ ამ პროექტში, ანუ ნახევარფინალში გადაყვანა იყო ყველაზე სარისკო და მე მგონი ყველაზე მეტად გაამართლა, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი წინსვლა პიროვნებაში. შვენიერი შეფასება მადლობა. სოფო რას გვეტყვის? ყველაფერს მოველოდი აქ ცეცხლების დანთებასაც და რა ვიცი, ალბათ ესეთ რაღაცას მართლა არ მოველოდი.